არსებობს ამის საფრთხე, ვიდრე არ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე დღესაც არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გამოიყენოს თავიანთი დიდი ინტერესებით. საქართველოს ჭირდება ძელვადიანი მშვიდობა, ისე როგორც არასდროს, იმიტომ რომ ამას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. აბსოლუტურად გაუგებარია რა კავშირშია ორი აღნიშნული კანონი ვიზა ლიბერალიზაციასთან წარმოუდგენელია. უბრალოდ არანაირი ახსნა განმარტება არ არის. ეს არის უბრალოდ დასჯის მცდელობა ქართველი ხალხის. თქვენ არ იფიქროთ, რომ მათ რაიმე ინტერესი აქვთ, ანუ კარგი, ასე რომ ვთქვათ, საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ყველა არის აბსოლუტურად ყალბი. რომ აი თურმე გაგიჟებულები არიან საქართველოსზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე. ეს ასე რო იყოს და თუ მართლა ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ იმაზე არ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციას მიერთებოდა ქვეყანა, ამის რეზოლუციებს არ მიეღებდნენ და კაბინეტებში პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო.